რუსეთში რო ჩავიდა, ერთი ბრძოლა იყო ყველაფერი. 5 ცენტი დაწერე რაღაცაში. მე? არა. რა. აი, ჩამოვთვლი. არა. მოგიხარი. რა დავიძარ, მე გამოგიწვიე, შეჩათმა ხოშე. boy. აი, მიყურე თვალებში მაშინ. საშუალოდ რამდენი? დაფე მოვიმარაგოთ, იგი. საშუალოდ რამდენი? აუ უნდა დავწერო. შენ საშუალოდ რამდენი? კატასატო არა თამაში. თავარი კითხვა, ეხლა წაგებული აკეთი წერს მოგეცი. დავიწყე. კაი, მიდი. დავაი. საშუალოდ რამდენი კილოგრამია დასრული აფრიკული სპილოს ზონა? კილოგრამებში. კილოგრამებში? რა მე დასრული. რამდენი კილო აფრიკული სპილო? იცი. ასეული ვიცი. აიცა? ანუ ეხა შევაბოცო რა. მე ევროპელი. რა კაი კაცია ეს, რატო შეამოწ, მაგრამ ეხლა როგორ უნდა გავუკეთო 5 ტონიან სპილოს რაღაც ჰოლდი ალბათ რაღაც. ბიჭო არა რაღაც ის ნახე ვიდეო რომ ყველა ხმოვნება სპილო და მეთქი გაჩე. ბევრი ინფორმაციასაც ძლევენ მგონი იმათ. კაი. დავაი, კილოგრამებში პასუხე. ჩვენ გვიწერიეთ, თქვა? ძალიან კარგი დაფებია სხვა შორის. დავაი, შევატრიალთ. 1701. აუ მოვიგეთ შა. 4503. რამდენია? 1.0 6000 კილოა დაახლოებით. ზუსტად 6 ტონა. 6 ტონა არა, სადაც 5 ტონაზე ვფიქრობდი რა. და მე მეთქი რავი 4 5 6 7 დავწერე. უეჭველი დიდია. რა ეგ არის მაქსიმალური კიდე ადის რა 8-9 საშუალო. 1500 კილო, ეს რა ქვია, ბეგემოტიც არ არის და. 1500 აფრიკული უფრო პატარა არის ვიდრე ასე. ბეგემოტი ყველანაირი სპილო უფრო დიდი არის ვიდრე 1500. ბიჭო რა ვიცი, თბილისის ზოოპარკში სპილო რა 300 კილო მგონია ზოგადად. ბიჭო 100 კილო როგორ. მოკლედ დღეს ვითამაშებთ თამაშს, რომელსაც რავჯერ რა დავარქვა, არ ვიცი რა. ვინ გასცემს პასუხს ქვია, გავიგებთ რაღაც კითხების დასაწყეს. ძალიან. ტრაკის თამაში და ხარი ხუთი სახელი. მაგრამ თქვენ სამნი ხართ რა წეაზე ბასტო იძახ და კატა დაგვევატება, კატაო და გაგას დაგებადა თქვა. 3-2-ზე ვითამაშებთ. კითხვის პირველ 3 სიტყვას გავიგებთ. კითხვა არ ვიცით რაზე არის, MMA-ზეა თუ რაზე და უნდა გადაწყვიტოთ რომელი გასცემს თქვენიდან, ჩვენიდანაც გადავწყვეტთ რომელი გასცემს პასუხს და ესე უნდა შევეჯიბროთ ბოლომდე. კითხვა შეიძლება იყოს ნებისმიერ რაღაცას. ამ ვიდეოს პარტნიორი არის Proper Fight Game და Coinmoney არის, ვისაც მინდა დიდი მადლობა გადაუხადო მათ. მეც მადლობას ვუხდით სოზას საფინანსებთ. კაი კაცია და მოგეთ. აი, რამდენი სანტიმეტრია? რამდენი სანტიმეტრია? ის ყველა ის ბიჭო შე 25 ყველა გიმიშკეცავ. MMA მებრძოლი იქნება საუბრობთ. კაი, მე ვუსმენ პასუხს თქვენგან. რამდენი სანტიმეტრია? აუ, MMA-ზე დამიდი. ნაძვის ესა იმის რა როკფელერების ნაძვის ხე. აი, რამდენი სანტიმეტრია არის ყველაზე მაღალი მებრძოლი სტეფან სტრუის სიმაღლე? ვაიმე ეგეც ვიცი. მეც ამე ცოტა 2 სანტიმეტრი პატარა მახსოვს მე. დაწერე 216. 213 იყო. 216 იყო ვიღაცა მახსოვს. ძალიან მაგალითად 2 სანტიმეტრი პატარა მახსოვს. რამდენი ოფიციალური ბრძოლა? აი, ბრძოლა. აქვს ვიღაცას. მოკრევიც რო იყოს. აქ Undertakers. Brock Lesnar-ს UFC-ში და ეგეც 7 თუ 8 აქვს. არა. კი როგორ? არა. 8 რა. არა. მოდი შენ მოგწ. რატო? მოდი მე ვიზაო მას. აი. აუ, პრიზერ იყოს დამერხევა. მე ხო რომ მე მოკრევ მე. რამდენი ოფიციალური ბრძოლა გამართა ნაპოლეონ ბონაპარტმა? იმე ინსტინქტი რა არის. ბოლოთ. თუ გინდათ 2-1 გავხადოთ პირდაპირ. რამდენი მთელი ევროპა. ბიჭო არ არის ეგრე. მთელი ევროპას დედაუტირა ტიპმა. რამდენი სახელი ის? რამდენი ბრძოლის სახელი? მოდი ზღვის ბრძოლების ითვლება? კი. აი, ბრძოლები ხო არ ითვლება? ზღვის ბრძოლებიც ითვლება, აბა რა შეჭი. ყველაფერი ძალიან ბევრია. არ ვიცი ზღვის ბრძოლებით. აჰა, მე რა ვიცი. 12. ვა, 66 იყო სახელი. boy. ბიჭო რა სევა მივიდაწერა მართლა. ვატერლოუ არ ჩამიცვლი. 6-7 დაგეწერა პირდაპირ. არა ვატერლო ჩათალა ორჯერ. ჩემი კაი. ტიპმა 1-30 წელი მთელი ევროპა რა. ბიჭო მე თუ ანუ ექსპედიციას ვრი ერთ ბრძოლაში წავიდა და კაროჩე, ეს რუსეთში რო ჩავიდა, ერთი ბრძოლა იყო ყველაფერი. ხო და ერთ ბრძოლა თვლი მთლიანად რუსეთს რა. ნეტა რატო არ გავიდა ბოლომდე? აი ეგრეთ მაგათი იყოს. რომელ ქალაქში? მე და გეოგრაფიას ვწვდი. მოხდა არა რა. შეიძლება ის სტუდენტი იყოს.
მატჩი, თამაში. რომელ ქალაქში? Coinmania-ს კითხვა რა იყოს, რომელ ქალაქში იქნა Bitcoin-ი. არა, მაგას აგავთხრიეთ წინასწარ. კაი. აი, მოდი რომელ ქალაქში რა ვიცი. რომელ ქალაქში ჩატარდა ისტორიული ტურნირი UFC 205 მაგრეგორი ალვარესი? ალვარესთან? ქალაქში ის მახსოვს ავენიუ, მაგრამ ეგ მეორე ხამარი მოიგო მაგასთან, ხო? ედი ალვარესთან კი. დაბლ ჩემპი რო გახდა ეგ. რო შეხედავ ედი ალვარეს. ან ედი ხო ერქვა კაც ალვარეს. ედი არის ხო ალვარეს? ედი ალვარესი. რო უყურებ ედი ალვარეს, მგონია რომ რაღაცა ის უნდა იყოს. კი, მაგან დატოვა ბელატორში თავის პრაიმი. რა გიწერია? ნიუ-იორკი. ნიუ-იორკი არის სწორი პასუხი. ეხლა მოიგონე. ახლა მე ვაგებ შენათანაბრებ. ახლოს მაიც გეოგრაფიული Coinmania-ს კითხვა დავსვათ პირველი. ოპა. იყოს კრიპტოზე მე მე კრიპტო საკმაოდ კარგად ვიცი. კარგად ვერ. რამდენი დოლარი? როგორ? ესე იწება დაახლოებით რამდენი დოლარი? დავაი მე ვიზო კაროჩე, რამდენი რაღაც შეიძლება იყოს მაგაზე. მინიმუმზე იყოს, მაქსიმუმზე, რომელიმე კოინზე. რომელი კოინი ისე Dogecoin რამდენი ღირს შეიძლება იყოს? დაახლოებით რამდენი დოლარი ღირდა 1 ბიტკოინი 2010 წელს? 2010 წელს? 1 ბიტკოინი 2010 წელს. უნდა იცოდე. მე ვიცი მაგ დასხი დაახლოებით. აუ წლებში ცუდია. ო დოლარი არ უნდა გიქვა ცენტი უნდა. ხო ცენტი დაწერე რაღაცაში. მე არა რა არა. არა ცენტი კარგად მეყოლე ხო. ანუ აღარ წაშა. არა დოლარია რა. აი მოატრია. 10 ცენტი. შეაგწერია 12 12 ცენტი. 10 ცენტი უფრო ახლოს არის, იმიტომ რომ 0.03-დან 0.04-მდე. რა ჩასო? შეჩათლა ხო შენ. რა ჩასო? ეს კი დოლარი მიუწერე გვერდზე რა. ანუ რომ 0.1 და არა 0.1 ცენტი თქო რა. წაყო, კარგი იყო. გაატარა გინდოდა. სამი ქულა იყო ისა სოზამ, ტოზა თატოედა. სოზამ იყო სამი ქულა და მე ტოზას მოკითხო. ტოზა ჩემი ძმა არის. რამდენ სხვადასხვა ქვეყანაში? ანუ არ გონეებში? რომც იყოს აზრი არა. ანუ ეგეთი რაღაცები არ ვიცი. აი, მე ვიცი რა ვიცი აი. ამდენ წამი და იყო და რამდენ სხვადასხვა ქვეყანაში ჩატარებულა UFC-ის ღონისძიება ჯამში? კაი. აი წარმოდგენა არა. აი ჩამოვთვლი არა. ხალ ისეთ კითხვებია რომ რაღაცა კარდახის ბუღაბიც არ რა კი კარდახი. კაი. მე ამ კარნახობთ ხო? ვაიმე, კინაღა მის გამოჩა. აუ, ეხლა დაჭეს 26 და უფრო ახლოს. არა ბიჭო. დავაი. 17. აი უფრო ახლოს. 29. 29? გამოხდები რომ ახლა 29. ბიჭო, აზერბაიჯანი გამოვიდა. 12-ზე. აზერბაიჯანი კიდე ისე ანუ პატარ-პატარა ამერიკა, კანადა, მექსიკა, ბრაზილია. ხო, მაგრამ შენ თვლი მენა ივენთებს აუ, Fight Night-ები მექსიკა. Fight Night-ები დაგავიწყდა. აზერბაიჯანი, სერბეთი. სერბეთი. სერბეთის დამოვიწყდა, ხო? რამდენი რაუნდისგან თუ არა. აი ესეთი კითხვა არასდროს არ არის. UFC-ის პირველი ბრძოლა. ამდენი რაუნდის, მაგრამ საბრძოლოს ხონდა ეგებოდა. ანუ ეხა აღარ არის ეგრე. კაი, ბრძოლის იქეთ. შეიძლება კრივი იყოს კიდე. ანუ კრივი და რაღაც ხო, მაგრამ საბრძოლოს იქეთ რაუნდი რაც შეიძლება ეხებოდა. რამდენი რაუნდისგან შედგებოდა ჭადრაკში მსოფლიო ჩემპიონატის პირველი ოფიციალური მატჩი 1886 წელს? რაუნდისგან? პარტია რა ჩათვალე. პარტია. კაი მოიცადე. აი მეგონია არის პარტია. მე მეგონა პანკრისში რამდენი რაუნდიანი ბრძოლები იყო იქნებოდა კითხვა და პანკრატიონი. პანკრატიონს. პანკრისი. რა პანკრისი? მე დავწერე. პანკრატიონი რუსული არის და პანკრისი არის მე დავწერე. პანკრატიონი არა ბერძნული ისა, ოლიმპიადაზე რო იყო. ხო და პანკრისი იყო MMA-ის ორგანიზაცია. ოკეი, მე მეთქი პანკრატიონზე. მე მიწერი. მეგონი გეწერა წავედი ის სიკრისი. ბიჭო, მაგ ის არ არის მაქსიმუმი და მინიმუმი არ უნდა იწეროს? ანუ რამდენიღაც ხო უნდა მოიგო და შეიძლება 86-ში რამდენი პარტიისგან შედგა? ანუ რამდენი უნდა მოიგო. კითხვა გაიმეორე რა, თავიდან ბოლომდე. რამდენი პარტიისგან, რაუნდისგან შედგებოდა ჭადრაკში მსოფლიო ჩემპიონატის პირველი აი მე ოფიციალური მახსოვს. დაწერე? ისევ იგივე მე დავწერე. 9 მახსოვს. ისევ ესე დავწერე. 1? 20 იყო. 9 მახსოვდა. ანუ მოვიგე. 1 რატო? მე რა ვიცი. ანუ ერთზე მეტი ოფიციალური მატჩი, ოფიციალური მატჩი. იმენა ბიჭო, 9 რატომ მახსოვს იცი? 8 ნახევარი ქულით გახდა ჩემპიონი ვიღაცა, რომ ვამოგება და ბიჭო, ერთი არა, ქონდა. ოფიციალური მატჩიო და მატჩი მერე? ერთი ისა რა ქვია, ხელის პანჩი, რაუნდის პანჩი, რა best of 1 ითქო რა. რამდენი გრამია? MMA-ის ხელსვანში იყოს და წავაგო. აუ გააცია. მაგის ხოშენ. მე კაი პალასაზე ვარ და არ რამდენი ბრძოლა და მე ნაპოლეონი გააზრდა. ძალიან იყოს ინტელექტუალური გადაცემები რა. კი. ძალიან ხუთი. არჩე მე მაგრად მევასებოდა რასად როდის ყოველთვის რა. და უფრო რაღაცა ბავშვი. მაგის მუღავი მქონდა. სოზა, კაი, ვითამაშოთ გადაცემა. ასად როდისი. დავაი. დავაი. მე თამაშობ. ეს თამაშობს ერთხელ წამიყვანა და მენა ის ვქენი რა ქვია და მე ადრე თამაშობდი.
დავემართა. კაი, რამდენი გრამია? რამდენი გრამია UFC-ის ოფიციალური 4 აუნსიანი ხელთქმული? ეგ მითხრა ხო გითხარი, ეგ იქნება თქო და არ ვიცი თქო, ხო გითხარი. მიდი გაიმეორე. ხელთათმანები ან ორივე ერთად? ორივე ერთად? ხელთათმანის ერთი წელი ხელთათმანის წონა. ბიჭო. 4 უნცია, რამდენი გრამი არის? თითო ხელთათმანი თუ ორივე ერთად? ორივე ერთად. ხელთათმანის. ერთი ხელთათმანი? იცი? მე დაახლოებით ვიცი. ორივე ერთად ბაზარი არა. ხო. აბა ორივე ერთად მკითხა? არა, ერთი ხომ მითხა, ერთი ხო თქვი. ერთი ხელთათმანი განახერ. კაი. ახლა ამის ნახევარი რაც წერია. იყოს რა, წაიკეთე. ნახევარი თუ იყოს. არა, იყოს. არა, იყოს. კაი, ძალიან ბევრია. მე რაღაც. 280. 116-ია მგონი სადღაც. ხო. ნამეზარა, მაინც ვაგებდი ადრე. 115 უნდა მეთქვა. არა, მე 116-ის დაწერას ვაპირებდი. რაღაცა 20 და რაღაცა მასოდა გრამ. ისევ ყოიმანიას შეკითხვა იქნება. რამდენი მილიონი დოლარი? აი, მოდი მაინც დაიტოვა. და გავსე გინდა? მე უბრალოდ ვიცი რომ არ ვიცი ბიტკოინი. მე ოზი. როგორ გინდა? კაი, როგორ გინდა რა? მიდი გაეცვას. აი. რამდენი მილიონი დოლარი ღირდა მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული NFT? NFT-ზე გამოვიდა კითხვა. ვა. ეხლა დავები ძმა. ყველაზე ძვირადღირებული NFT? NFT რა არის ვაფშე? ნეიმარმა რო იყიდა რაღაცა ეგისი რა ქვია. არ მიგანახო რა. ნეიმარმა რო როგორ გიგანახო? ნეიმარმა რო იყიდა რაღაც მაიმუნი ეგ ვიცი მარტო NFT-ზე. აი რაღაცა. მე მომწონს ეგ პასუხი. 90. უჭველი მოიგო 100 რაღაცა იქნებოდა ალბათ. 91 წელი. ჩემი ხო არ გადა. რომელი NFT იყო? The merge pack 21. დაახლოებით რამდენი ბიტკოინი? მე ბიჭო, მე ვიცი რომ ვედატოს სწორად. თუ მე დავწერ. არ მიზარება. ანგარიში რა არის? 63-ს ვიჯიცერობთ. ლუკა, რა შვები? მადლობა ლევანა საკედან ჩემს მაგაც. ხო, იმას ერევი. საბას? საბას ის დიდია, ლუკა დიდია წონ. ბიჭო, რა ვეჭიდავები რა. აი, შენ სხვა შორის შენ დამიზადნა. რა დამიზადნა? მე გამოგიწვიე შეშაწმახოში. მე მივიღე რა ტრეშტოკები დამიწყო 20 ლარის გამო, ბიჭო. რა ტრეშტოკები დაგიწყე? TikTok-ზე რა ტრეშტოკი. რომელი ტრეშტოკი დავიწყე? ხე 20 ლარი კი არ ვარ. 20 ლარი იყო მაგრამ საერთოდ ტრეშტოკი. დაახლოებით რამდენი ბიტკოინი ითვლება სამუდამოდ დაკარგულად? აზე არა. მილიონის ხო? არა მგონია ძალიან ბევრი. მე ხატავები ამდენი მამიდა ჩემა დაკარგა მარტო. შანსი არა. რა შანსი არა? მოტრიალ თუ Big შეიძლება. Bang თეორიაში აქვს დაკარგული 100 ცალი მარტო. 40. 40 ბიტკოინი? 40 ცალი ბიტკოინი. მილიონში ვერ დაწერ. ხატავ რა, ეს მილიონი 9 მილიონი. მილიონი რო იყოს ეს რო ახლოსა. 2.9 მილიონი ბიტკოინი შანსი არა. 3-4 მილიონი. ხო, გადავში. 40 მილიონი მეწერ. მაინც აგებია. დიდი აპეთქები თეორიაში აქვს, მე მგონი 100 ბიტკოინი და არა, რაც არ ვიცი. 4 ცალი? რომელ რიცხვში? აჰა, თარიღები. მე და დაიბადა თარიღები. იოსებ სტალინი და ეგა. აი, რომელ რიცხვში? შატარდა რა. ტარდე არის შობა. რომელ რიცხვში თებერვალზეა საუბარი დაამარცხა ილია თოფურიამ ალექსანდრ ვოლკანოვსკი? რომელ თებერვალს? პასიანზე უყურებდი. გაიხსენე რაიონი. არ თებერვალში მაქვს დაბადების დღე. დაბადების დღეს მე იყო თუ არ თქონდა. აუ, არ მახსოვს სუსტად. ბიჭო, მე მახსოვს ეს აგარაცი. ოლივეირას 14 რო დაწერო, ორივესთან ახლოს ხარ რა. აუ, 5 დაწერა. წავაგეთ. 4 დაწერა. 17 თებერვალს. ხო. დამეწერა 4. იმენა 17-ის დაწერას ვაპირებდი მე. აკეთას ახლოს ხარ, იქიდან ახლოს. იმენა 17-ის დაწერას ვაპირებდი. რამდენი წელი გაგრძელდა? ეს ყველაფერზე შეიძლება იყოს. პანდემია. 800 ომი. ბრძოლა არის. აი, MMA-ზე რო არ იყოს, იმდენად აზრი არ აქვს. იმას რა რო და იზრდება შეიძლება შეურცხო. აიტა. ბოლოს დავცხეთა. მოდი ხა. რამდენი წელი გაგრძელდა ისტორიული 100 წლიანი ომი ინგლისსა და საფრანგეთს შორის? 100 წლიანი ომი? რა სიმაღლე 105 სანტიმეტრიანი? გახსოვს წლები? აუ არა. მაიცა. Don't be the naive. What the hell?
მოიცადე. მიდი. 92. 116. მოვიგე ხო? მოვიგე. უფრო ყოლა. რაღაცა. 200 უწერი. ასე ვიცი. სიმწერია ზუსტად. 200 ატომი დაიწე. უეჭველი დაკლები მახსოვდა. ასლიანობზე 200 ატომი დაიწე. რა ეს გიგაგიშდა. რა კაცი. 6-6 ხო? აი, რამდენი 1000? აი ციფრებზეა, მოდი მე ვიქნა. აჰა. რამდენი 1000? ბიჭო, სტრიქსე ხო არ მაქვს შემთხვევით ახლა. დინამო იგი თუ არა მაგას მეკითხები? ხო. წინა რა იყო? 1000. კრიპტო იყო. ხო, სტრიქსე ვართ. რამდენი 1000? თუ გინდა დავай, მოდი ხარეთი. რამდენი 1000 მაყურებელი დაესწრო UFC 253-ს ავსტრალიაში? ო, კაი. UFC-ს რეკორდია. იცი? არა. არა რა ვიცი ხადაო. ოზის პოზა. ო იმენა. პოზი. გარჩი უჭირავს. რამდენი 1000-იო? პოზი, რამდენი 1000-იო? არა, ზუსტად ის დავწერე. სამკუთხედი ხო არ დავიჭი. არ მოგედავონ მე. არა, ნახე. რეკორდი არის? აჩეზე ბევრი არისო მაინც. სერო არ არის. როჩეს ნახევარი. ავსტრალიაში ყველაზე დიდი ივენთია გვიცი. ნახევარი. აი დავწერე. მეგონი ბევრია ძა. 72000. 54000. ჩემი 57127. არა, გამბერია. რამე სტადიონზე ჩატარდა მეთქი, ავიცი. სტადიონზე ხო ბევრი ხალხი ეტევა. შენ რა გეწერა? 54000 რაღაც. აი 40 დინამოს ტევადობა. დინამოს ტევადობა. აუ ძალიან ის იყო. აი, Coinmania-ს რუბრიკა. 7-6 ვაგებთ. ხო. Coinmania-ს რუბრიკა. ხო დავრჩები Coinmania-ს. მაქსიმუმ რამდენი? Coinmania-ს დარჩი. ხო, მე ვრჩები Coinmania-ს. მაქსიმუმ რამდენი? მაქსიმუმ რამდენი ბიტკოინი შეიძლება არსებობდეს? შეიძლება არსებობდეს? აუ, ამანებე თავი ძმაო რა. მაიცდე. დაკარგული ბიტკოინი ჩემს უფრო მეტი არის ვიდრე არსებული. არა მგონი. მოვატრიალეთ წერიო ბიჭო, ანუ მეღადავები. 12 მილიონი. რა 12 მილიონი ბიჭო? 12 მახსოვდა და მე ნოლიანი ისე მიუწერე. 21 მილიონი იყო პასუხი. ვა, შემოიცა ერთ წამს. შანსი არა. ცოტა ბიჭო. რასოთი რა? შანსი არა მეტი იქნება. 6 არის? ხო. რამდენი კილოგრამია? რამდენი კილოგრამია? ანტილოპა გნუ. რამდენი კილოგრამია ოქროს ერთი სტანდარტული ზოდის წონა ცენტრალურ ბანკებში? ოქროს ზოდის ერთი ოქროს ზოდის წონა უნდა მითხრათ რა. აბა მოვატრიალეთ. ბევრია ცოტა. ეხა. ძალიან ბევრია. შევა 2 და 4. 18 არა 1. 12.4. მეღადავე ბიჭო. 12.4? ფულია მოგება ძალიან ძიმეა. 12 კილოიანია ბიჭო. 9-6 როსა, იგებდით ხო თქვენც? რა ასაკში? რა ასაკში გახდა ჩემპიონი ჯონ ჯონსი? უკაცრებ. გახსოვს სწორი პასუხი. აი ხო დავწერე. კითხვა არის? არა. არა. всё, დავსვა. რამდენი კითხვა? მე გიწერია. ბევრია. ბევრია. დაო? რა ასაკში გახდა რენდი კუტური UFC-ს ყველაზე ასაკოვანი ჩემპიონი? იცი პასუხი. იცხოვ შენ? მე არ ვიცი. ახლოებით ვიცი. მოიცადე? არა. მაგ დროისთვის ყველაზე ასაკოვანი? იმიტომ რომ გონი ასაკოვანია გლოვერი მე. ანუ გლოვერია ყველაზე ასაკოვანი. გლოვერი არის მოგონი. პასუხი არის ორი წონის ჩემპიონი თუ ჩემპიონი? ჩემპიონი. უბრალოდ ჩემპიონი? რომელ ასაკში გახდა რენდი კუტური UFC-ს ყველაზე ასაკოვანი ჩემპიონი? რამდენი წლის იყო? გლოვერი არის მოგონი. 42-41. ჩემო. მოვიგე. 45-ის იყო და 10-6. 43-ის იყო გლოვერი რა და მეტი უნდა დამეწერა დებილი. რამდენი სანტიმეტრია? ავა ისე თქვენი ყავ. კაი. რამდენი სანტიმეტრია ეიფელის კოშკის სიმაღლე ანტენის ჩათვლით? მაგის გარშე რამდენი? სანტიმეტრი? ო, მეტრები გადაიყვანებოდი სანტიმეტრში თუ მეტრებით დაახლოებით. მეტრები არ შეიძლება, ხო? ჩათვლით? ხო. მაგის გარშე. ხო, მარტივია და მეტრებში დაწერა. დამგვალებულია. აიცა, დამაშავენი ბოდი შეწყვეტ დამაშავენი. ჰი. ებე. ეკეთებს არა ვარ. არა. აუჩე, რაც ვიცი რომ ხეოფსის პირამიდაზე მაღალია, მარტო ეგრე. წაშლას არა ვარ. არ შლიც არა. პირველ წამსლესა. ეგ არის? მოიცა. მაგრაც და ან მე მაგრა უცებიანი 12 მინუტა და მეწერა და აღარ დავწერე. რამდენი? 96. მარა ბიჭო. ეს ამბები. 330. რა? 86 მეტრი ჩემი კორპუსია.
რამდენ ქვეყანაში? მე ერთი რამდენ ქვეყანაში გავამაზრდე. თუ გინდა მეორე რამდენ ქვეყანაში შენ იყოს. მე მაინც გენდობ. კაი. მეორეს მე გავამაზრდე. მენდობა თუ რამდენ გავამაზრდე მაინც მენდობა. აი ეს არის. რამდენ ქვეყანაში აქვს UFC-ს გახსნილი PI performance-ისტი? აუ მე ერთი ვიცი, ორი ვიცი. გაჩე. გაჩე. მე ვიხსენებ ქვეყნებს, რომლებიც საკაც. მეც მაგას ვიხსენებ ხო და რამდენიც გავიხსენე მაგაზე. არა, რამდენიც გავიხსენე, იმას მიუმატე. რამდენს? PI ხო ისაა, სადაც ვარჯიშობენ და performance ინსტიტუტი რაც არის. ხო. ნასიკლებენ და ჭამენ და ორი შედაწერეს ჩემო? არა, 7 დავწერე. 3 არის? სამი აბუდაბი და ისა ხო რა. ავსტრალიაში ხოა. ჩინეთი? აბუდაბი და ისა. მე ამ მექსისა, ავსტრალია, ამერიკა, ჩინეთი ვიცოდი. მე აბუდაბიც მივათვალე მან. ოფიციალური PI არის ამერიკაში, ჩინეთში და მექსიკაში. შენ საიდან ვიცი? ანუ ეხა მე თქო ის ჩავიგდეს მან ვარჯიში. რომელ თვეში დაიბადა სტალინი. დეკემბერში. ხო, ბია ჩემს დაბადების დღეს არის. მიშაც იგივე დღეს არის. რომელ თვეში გახდა მერაბ დვალიშვილი UFC სუპერ სუბუქი წონის ჩემპიონი? ნოჩეზე, ხო? მექსიკის დღეს. კი, მექსიკის დამოუკიდებლობის დღესი. ხო, ეხა ის რო ჩაინიშნა. გახსოვ შენ? ხო. მე არ მახსოვს. ეხა რო ბრძოლა ჩაინიშნა. რუფის ბრძოლა. რო ჩაინიშნა ეხლა. აი, რატო? აი დავწერე. აი, იყოს გაიდა კიდე რაღაც შანსი. არ ჩაწევ ახლოს ხნები შენ ვეჭველი. ნოემბერი. აუ, ოქტომბერში. სექტემბერი. სექტემბერი. მექსიკის ის ხო დამოუკიდებლობა და ნოშე ხო? ვინ არის? ვინ არის? სასწესე? აი, არა ვინ არის? ვინ არის ჩემი სამი საყვარელი UFC-ს მებრძოლი? შენი? მეც გამოისმოს. არც ერთმა არ იცით. მოდი შენც დაწერე ერთი რა. ქართველები არაო. აი, მე გადავები, პროსტა შანსი არა პირველი. კარგად ვიცი. ხო, მაგრამ არ მithქონს შენთვის არადროს. აი, ეს თუ შენ საყვარელი მებრძოლია, შენთან აღარ ვისაუბრებ მაგას დროს. რუსი და ქართველები არა, დაიც არ დამიწევი. ბიჭო, მან ძმობას გაწე პირველი ჩანსა. GSB დაწერე. ძალიან ჯერა რა, რო ეს ხო, არის GSB ერთ-ერთი. დაწერე პირველი მაგალითად, ხო. სილვად შეიძლება, ადესანიად აი შეიძლება. რომელიმე რატო არ შეიძლება და არ ვიცი. აი, განი დაწერე. ხო. სიგილგანი დაწერე მეატრია. დედამისი საყვარელი მებრძოლია რა სილგანი. განი ოლივეირა და GSP. ოკი, პორიე ოლივეი. აი, ფრეარი არც ერთი არ არის. რა? ჰოლოვეი? ჰოლოვეი? მოიცა, ჰოლოვეი? სილვას ვამბობდი მე. არა. მოიცა. განს ისე ბალეში ყოფდა. პერეირასთან განს ისე ბალეში ყოფდა რა. სილვასო ძმაო. ვინა? ბიჭო, როგორ უნდა არჩიო? ჰოლოვეი? ჰოლოვეი, მოიცა. ეწოდეთ. ჰოლოვეი, საყვარელი არ არის, გოუთავთული. პერეირა? არა. ვერ ვიტან იზი. მართლა? ადესანი. იზი ხო? აჰა, ხო ვამბობდი იზი ხო. არა, მე ვერ გამოიცნობდი შანსი. აი, ბოლო ტონი ფერგისონია და იგი. ტონი ფერგისონი? ყველაზე მაგარი ტიპი არის იმენა. რამდენი ბრძოლიანი მოგების ტრიქიდან წავიდა, რამდენი წაგებიანი 12-იანიდან 8-იანზე. აი, რამდენი ტიტული? არა. აი ეს მახსოვს ეს კითხვა იყო წინა. აი მე მეზე არ იქნება. აი, მაიტა. შევფეხ 5 იყოს და ეგ რაღაც პონჩი ვიცი. კაი. რამდენი ტიტული აქვს მოგებული რაფაელ ნადალს ჩოგბურთში ითვლება მარტო გრანდსლემები? მარტო გრანდსლემები? სუსტი პასუხი ვიცი. არა, მიყურე თვალებში მაშინ. შენ იქეთ იყურე. მოიცე გარჩი ჩავიდე. აუ, დიდ სლემებს გულისხმობ. გრანდსლემ. რამდენი ხანში ერთხელ ტარდება? წელიწადში 4. კარჩენ ქულა ეს. აი. შენი მერა. იცი, ხარი მოდი ჯოკოვიჩს მაგაასწრო და ეგეთი ვითხარი. ეგ შენ უთხარი უკვე. ასე იყოს. 26 მიწელი. 22 არის უფრო ახლოს არის ბოლო. არა 25 მეწერა და 6 მიუმატე. აბა რა ბიჭო. არ ვიცი. მაინც საკაიფოდ ვიგებთ მე მახსოვს. 12-8 ხო თუ რაღაც ეგრე. რაღაც ეგრეა. 12-8 არის კენდრო წერან ხომ თქვენ. ვიცით. Coinmania შეკითხვა. რამდენ დოლარს მიაღწია? დარჩიოს. როგორ? რამდენ დოლარს მიაღწია? იქში ბიტკოინმა. ან ეთერიუმ. ამას ველოდებოდი ძალიან დიდი ხნის განმავლობაში. დაწერე უკვე. აა ბიტკოინი რამდენს მიაღწია ბიტკოინი? აურა ფარმინგი არის ოზის მხრიდან. სწორი არის 23. არ დაახლა ზუსტად მაგას დავწერდი მე 121 დავწერდი მე. 121,821. გამაქსა ოზი? ძალიან ახლოს ხართ ორივე, მაგრამ 126,000-ია. მე უფრო ახლოს ვარ. აი 121 დავწერდი. ამიტომ რატომ ახს 121? აი ცხრიანია, უნდა ამომეტრიალებინა და ეს შეებოდა რა. რომელ საუკუნეში? 13-8. რომელ საუკუნეში? აჰა, ესეც ბარე მოდი ისქნათ რა. გავმაქსოთ აურა. რომელ საუკუნეში? რომელ საუკუნეში შეიქმნა საბრძოლო ხელოვნება Muay Thai?
მე არა. 100 ევრო. ჯიუჯიტსუს არის. ჯიუჯიტსუ. რა მოიხედე? რა სუყურებ ეგეთი? აბსოლუტური ყლეობა დავწერე. გარღვიეთ ეგ არის. მოდი. მაგრამ მოვიგებთ. 19. მე-4 ანუ 16 პირველი სწორი მეწერა ბიჭო. პროსტ რომელ საუკუნეშიო და მე 16 დავწერეთ. მე-4 შევდა არაფერი არ არსებობდა და ბიჭო. ბერლინ რომაული სილატი არის თუ არცები ეგეთი ძველი და მაგიტო ვიფიქრე. ბიჭო, ბერძნული რო ყოფილიყო ან რაღაცა ხომ არა ტაილანდი. ბიჭო, ტაილანდი სილატი არის ძალიან ძველი და მაგიტო. ბიჭო, ხომ არა ტაილანდი არ არის ეგეთი რა, ისტორიული ანუ სახე. ჩინეთი და ის არ არის რა მაგას. ხომ არა. რამდენი დოლარი? აჰა. მიიღო 12-9 ხო? აქვს ხელფასი 13-9. რონალდოს 13-9. შემეჩენებ რო кайხარ. აი მოდი. რამდენი დოლარი იყო UFC-ის გამარჯვებული ჰოის გრეისის ოფიციალური საპრიზო ფონდი? მე რა ვიცი. 100 რამდენი დოლარი ეხლა გავიხსოვს. იოსი პირველი ესე 93 წელი. 93 წელი არის, როდესაც ტარდებოდა ერთ ღამეში ყველაფერი და უნდა იჩხუბა 4 ბრძოლა ტიპს რომ მოიგო. მოიგო ერთ დღეში 3 თუ 4? 3 მოიგო, 3 მახსოვს. 8 კაციანი. 3. 8 კაციანი და ტურნირი. ანუ მაგ სამივე ჯგუფში რამდენი აიღო? ხო. აი 5000. 10k-ო და ამანიცი. მათ მე 5. 50 წელია, ხო? 5000 კაც. 50 არის 2 კაცი. What? რა კუში იყო აბაში მან როგორც 40. მახსოვს. ხოდა ბიჭო ანუ ინფლაცია დღეს მაგზენი არის ეხლა 50000 ეხლა არ აძლევენ ბიჭო ეხლა რაღაცა. პერფორმანსი აძლევენ და მაშინ ყველაფერს რო იგებდნენ. პერფორმანსი ხა 100 საძლევენ დავაგეთ. რამდენი რაუნდისგან აუ, აბა შენც. შენ ერთი რაუნდიანი აიღეთ და აი UFC არის. ის ერთი. 3-5 მე ვიცი რომ 12 დაწერე და 12 და 8. ბიჭო 50000 როგორ მიწის პირველი ბრძოლაც მე თან 93-ში. ბიჭო, გრან-პრი იყო და მოიგო მიყოლები მე კი არა, მაგდენი ფული ვის ქონდა? 93 წელი. ბიჭო, მან ნუ მაინც გახსოვს. ძალიან ბევრი არის ნუ გავიწყდება რომ ეს რა ქვია მთლიანად. დარწმუნებული ხო 50 იყო არა 5? კი, კი. ძალიან ცოტა არის რამდენი რაუნდისგან შედგებოდა პროფესიონალური კლუბი მაქსიმალურად 1994-იან წლებში? 1994-იანებში შეიცვალა და მანამდე რამდენი რაუნდი იყო? რამდენი იყო? რამდენი იყო? არა ბიჭო რა არის? უფრო მეტ რაუნდიანი ბრძოლას მახსენდება კიდე არა. რომელ წლიანებამდე ეგ ხო მე რეც იყო გასულ იმან რო იჩხუბა. მაგრამ არა, აუ ერთს ეგ ეხლა იმან რო იჩხუბა რა ქვია იმას. კომენტი რაუნდერი იჩხუბა იმან. არ ნახსა აქ. არა ვიშა დაუნახავს. დაწერე არ უწერიე, არ უწერი. აუ. 16. 15 იყო. 15. 15 ვეძრათ ეგრე გადავაკეთე, იმიტომ რომ ეხლა 12 და 8 არის და 8 მეგონა. რამდენი წუთი? რამდენი წუთი დავაი. მაიცი ერთავს. ისე აურა ფარმი თუ გამოვიდა. ოი მე შეუპნები. UFC-ის ისტორიაში ყველაზე გრძელი ბრძოლა ჰოის გრეისის და კენ შემროხს შორის. მახსოვს პასუხი გაჩუნ. ზუსტი პასუხი მახსოვს გაჩუნ. მე გადავები. ეგ იყო UFC 5. 5. ანუ ერთ რაუნდს გულისხმობ ხო? ბრძოლა კაცო რეკორდია. არა, ან რაუნდი არა. გაჩუნდი. ჩუმად ბიჭო. ორა მეწოდი. ვერ გავიგეთ დასვით, რა მითხარ? ესე რა მითხარი? უფ, ძალიან. რამდენი გიწელია? კაი, ბევრი გიწერია ჩემი ეს. არა მგონია. ძალიან. 25 წუთს ეხაჭყობს ვერავიდა. აჰა. 57. 31. ხო. რამდენი? იმენა უკარნა. ხარა მომიგია. იმენა უკარნა. ხარა მომიგია. 35 მეწერა და პლუს 1. კიდე ერთიო ამაგითხრა და პლუს 1 დაუწერე. კაი 35 რომ მეწერა, მაინც მომიგებ. დაბრე 2 მითამაშები. ედიტორო, დააზუმე. დააზუმე, მაგრამ იგებდა მაინც. ეგ ის არის, ჯოს როუნებია სტეროიდებით მომიგეო და სტეროიდით კი, მაგრამ აიქიქიო გაგარტყეო. რამდენი დოლარი იყიდა პირველი ოფიციალური iPhone? ოფიციალური iPhone-ი? უნდა იცოდე. მე გადავები, ყველაფერი იმის უნდა სფეროდან იცოდე, მოვიდა ოზი. ბიჭო, გამოვშტერდი. ერთი ისტორიიდან მოვიდა ჩემი სფეროდან და 6-7 დამიწერა. ხო? აიცადე. პირველი iPhone. უკარ ნახე მიდი. 2000 ორი თვე ხო წავი მათემატიკაზე მკითხე რა. 6 არ არის.
არა, მათემატიკაზე აქ რო ეკითხა, ყველანი ვიქნებოდით ახლა ისეთები მიმართ მაინც და. რაღაცა სტერეომეტრიაზე რო ეკითხა. გახსოვს ეგენი? ასე თუ ისე. სტერეომეტრი გამორთავდნენ ეგრევე ვიდეო. 299. And still გვალია გულაწერე ბიჭო, ხო ის 99. ხო, მაგრამ ისა 49 ღირდა. 49 უпроსტო. ანუ ხო და სუცხრიანებია ხო? თავიდან 5 წელი. რამდენი მილიონი? ჰა. მოიცნე. ანგარიშია ბიჭო. ბევრი ცოტა. 15-10-იან გონი. აჰა, ესე იყოს მოდი. ტოვე. რამდენი მილიონი კვადრატული კილომეტრია ავსტრალიის ფართობი? მე რა ვიცი. არა, მოიცადე. შემოდგენა. აი, რამდენად ცუდი ვარ იცი მაგაში. მათემატიკა ხო უნდა და იმას და მე თავისვე ხეხებით მოვუთ. მე მათემატიკური ის გაკეთე არ შემიძლია რა დიდად ხდება. ედი. შემოვატრიალოთ. აჰა. 7. რაღაცა 7 ურევია უჭველი. 69. 69 მილიონი? რა მილიონი კაცო. მილიონიო, ხო? ამდენი მილიონი კვადრატული კილომეტრი. 69 არა მილიონი 6.9 მაშინ. რა, ვერ გავიგე რა. ა მილიონი არ 9 მილიონი გიწერია. ხო, და მე 7. 69 უწერი. 7.7 მილიონი. ოიებოი 7 ურევია. სევი დაგონა. რამდენი კრიპტოაქტივისტი? აუჩი. რა. რამდენი კრიპტოაქტივისტ? მე შენ დაწერე ოზი. რამდენი კრიპტოაქტივისტი კილოაკიდვარ შესაძლებელი ქოინმანიები? ეგ კრიპტოაქტივისტ რამდენი სხვადასხვა კრიპტოსი? თომ ამასონი გებს ხო ვიცი? კონკრეტული ეხლა რომ ეს არ წაიღო. კონკრეტული რიცხვი არ იქნება აზრი. დავაი ხა. 1000 პლუს. სწორი არის. ეხა იმაშო 1001 პლუს დაეწერე. ოკეი, ეს საიდან ვიცი? იმიტომ რომ Coinmania-ზე შესაძლებელი არის 1000-ზე მეტი კრიპტო აქტივისტს ყიდვა-გაყიდვა და თუ კრიპტოთი ხართ დაინტერესებული, აუცილებლად გადმოწერეთ Coinmania და ისარგებლეთ მათი სერვისებით. ახლა კი, რავი, რა ხდება, რა ანგარიშია? 87 ძალიან ბევრი ძალიან ცოტა. თუ რეალისტურად ვიტყვით 15, 11 ან 16, 11 არ მახსოვს? 17 მეგონი 20, 11. არა. კარჩო, 16, 11 ამგონი. 11 თქვენ ხართ და 11-ზე მეც ჩვენ ვართ. 11, 16 ან როგორც მახსოვს. 11, მაგრამ მე 11 პლუსი დაიჭირება რომ 13, 11 წავაგო. აროჩე, როგორც მინდა ისე იქნება. სოფერი. ვა, 13, 11 წავაგე. თუ კარგად მოიქცევით 11, 12. არ ვიცი, 13, 11 წავაგო. აი, ჯანდა. მაგრამ წააგეთ თავარი ხო ეგა. ტიგი. ნაწაგებ წავაგო. ვიბრძოლეთ ვაშკაცურად. კი, 13, 11 წავაგეთ რა. მე მაგრად გამისწორდა. მეც. რა ვიცი. მადლობა სტუმრობისთვის. ვისიამონე ძალიან. აი თქვენ როგორ შეაფასებდით? ბიჭო, ინტელექტუალური გადაცემები ასწორებს ხოლმე ზოგადად და გვაკლია YouTube-ზე ეგეთი რაღაცეები და კაია რომ გააკეთე თან მით უმეტეს ისეთ საკითხზე როგორც არის MMA სპორტი ზოგადად და ნაპოლეონის ბრძოლები. და ნაპოლეონის ბრძოლები ხო? კი. რომელიც 66 ყოფილა და არა 67. აწი მეცოდინება რომ საშუალოდ სპილო იწონის რამდენი? და გავუძლა ხო? მე არ მეცოდინება. კილოგრამს. რა გვასწავლა დღევანდელმა გადაცემამ რომ იყოს და რომ ჩამოთვლი რა. რომ UFC-ის პირველ ბრძოლაზე გამარჯვებულს $50,000 მიუღია, ნაპოლეონის 66 ბრძოლა აქვს და ეიფელის კოშკი 130 მეტრია. აი ესეთი კომბინაცია. ანტენიანად. ანტენიანად. GSP-ს აქვს ჩატარებული 22 ბრძოლა. 22 ბრძოლა UFC-ში. მოკლედ, მადლობა თქვენ. აუცილებლად გამოიწერეთ ჩემი არხი, გამოიწერეთ ბიჭების არხიც აუცილებლად და მომავალ შეხვედრამდე. მიროს არხი გამოიწერეთ. მიროს არხიც გამოიწერეთ. მირფა მეძინე. Let's fucking go. იგავართ.